მოგესალმებით მეგობრებო, არის კომპანიის აქციები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ მჭიდრო კავშირში არსებულ მდგომარეობასთან. მომავალ ხოდელობაში ძალიან ღრმად არიან ჩართული და საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის მქონე, არა მარტო ეხლა არ მოხდელობაში ვინც ბომბებს და იარაღს აწარმოებს, მაგის წარმოებელი თვითმფრინავის აწარმოებს, ხოდელობაში მაგ კონკრეტულად სხვადასხვა მიმართულებით ჩართული კომპანიები, რომლებიც ძალიან ღრმად არიან ჩართული დღევანდელ მდგომარეობაში და ინვესტორის ერთ-ერთი ფუნქცია, ვფიქრობ, არის ადაპტირება კონკრეტულ სიტუაციასთან და იღება ისეთი გადაწყვეტილების, რომლებიც შეიძლება სწორი იყოს არსებულ მდგომარეობიდან გამომდინარე. ბევრი ადამიანი თვლიდა, მეც მომწერეს რამოდენიმე სანამ ომი დაიწყებოდა, რომ ვთქვათ, როგორც კი ომი დაიწყება, ეგრევე უზარმაზარი ვარდანა იქნება საფონდო ბირჟების და ეს მოხდება, კონკრეტულ აქციებს ფიქრობდნენ არ უნდათ, ვთქვათ, უფრო ინდექსში ეს ინდექსში უნდა ინვესტირება, თითქოს ინდექსს არაფერი შეეხებოდა, მაგრამ საერთოდ რომ იცოდეთ, ძალიან დიდი ნაწილი ამ ომის რა დღეს ხდება, უკვე ასახული იყო დიდი ხნის განმავლობაში კომპანიების აქციებზე, Standard & Poor's 500-ის ინდექსზე, ფასებზე იყო უკვე ასახული, იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ 1-2 ადამიანისთვის საჯარო ინფორმაცია, ეს იყო ზოგადად ყველასთვის, ამიტომ თუ ბევრს ეგონა რომ ომი მოხდება და დიდი ვარდნა იქნება რაღაც მსგავსი, ეს ყველამ იცოდა და ძალიან ბევრი ფიქრობდა რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ ვინცაც უკვე ბევრი ფიქრობს რომ ეს მოხდება და სანამ კონკრეტული ფაქტი მოხდება, იქამდე არაფერი არ ხდება. კონკრეტული ფაქტის დადგომის შემთხვევაშიც დიდი ალბათობით არაფერი არ რადგან ის ნეგატივი, რაც იყო მოსალოდნელი, უკვე რამდენი აგვისტოდან მოყოლებული, უკვე მოსალოდნელი იყო ეს ამბავი, განსაკუთრებით ბოლო თვეებში იყო ძალიან აქტიური, რომ გარდაუვალი იყო. დიდი გავლენა არ იქონია და იმ დღეს მე მგონი, თუ კარგად მახსოვს, ზუსტად ომის დაწყების დღეს აქციების ფასებმა აიწია კიდევაც ბევრმა. იმიტომ ბევრს გონია, რომ ძალიან ჭკვიანია და უკვე ომი რო დაიწყება და ვარდება ესე უკვე იცის და სხვები ვერ ხვდებიან ან არ იციან, მაგრამ ესე არ არის. ფასებზე ხშირად ისეთი რაღაცებს აქვთ გავლენა, რაც თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. ამიტომ ეს მარტივი რაღაც ლოგიკა, ასე ვთქვათ, რომ ომი დაიწყება და ვარდება, ეს ყველა ფიქრობდა და თუ დასავარნე იყო, დასაწევი უნდა დავარნელიყო კიდევაც. თუმცა ეს შემდგომ როგორ განვითარდება უკვე ეს მდგომარეობა, სწრაფად მორჩებოდა, ხო, რა ალბათობა იმის, რომ ეს გააგრძელდეს და კრიზისი გამოიწვიოს სოფლიო, იმიტომ რომ ნავთობის ფასები ძალიან დიდ კავშირშია ეკონომიურ მდგომარეობასთან და როდესაც ნავთობის ფასები იწევს, ეს დაგრძელვადაზე თუ გაგრძელდა ეს მაღალი ფასები, საკმაოდ ნეგატიურია ეკონომიკებისთვის, სოფლიო ეკონომიკებისთვის და აქედან შეიძლება რეცესია და საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნას ეკონომიკაში. სტაგფლაცია მაგალითად, როდესაც კონკრეტული საგნებზე იზრდება ფასები, საკვები იქნება თუ სხვა რაღაცაზე, ნავთობისგან გამომდინარე, მზარდი ნავთობის ფასები და მაღალი ნავთობის ფასებიდან გამომდინარე, და ამ დროს ეკონომიკა არ იზრდება და პირიქით დაბლაიწევს, ეს არის საკმაოდ ცუდი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ეს პირველი ეფექტი, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე ასახული იყო, შემდგომ არავინ არ იცის როგორ განვითარდება მდგომარეობა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, არსებობს კიდევ დაუბრუნდებენ კონკრეტული აქციები, რომლებიც საკმაოდ მჭიდრო კავშირში არიან დღევანდელ არსებულ მდგომარეობასთან, თვალსაზრისით, რომ ჩართული არიან, ვთქვათ, ისინიც ამ პროცესებში. და ინვესტორი ზოგიერთი კომპანია, მაგალითად Disney, მაგალითად, როდესაც ნავთობის ფასები იწევს, მაგრამ Disney-ის კომპანია არ არის მოგებიანი, იმიტომ რომ
ავტობუს ფასების აწევის შემთხვევაში ადამიანების გადაადგილება მანქანით შენელებულია, ნელდება და მაგალითად დისნეილენდებში რო იარონ, ნაკლები ძალიან მჭიდრო კავშირშია და არ არის ისეთ აქტიური, როდესაც არ არის მოძრაობა, იქ ცუდია, მაგალითად მაგ კომპანიისთვის. სიტყვაზე რომ ეს მოვიტანო, მე დისნეი. მაგრამ არსებობს კომპანიები, რომ და ამ დროს პორტფელის მენეჯერმა უნდა რაღაცა გადააბალანსოს და რაღაც შეცვალოს და ეს როტაცია შეიძლება ზოგიერთ სექტორიდან გადავიდეს მეორეში. ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად. იმიტომ არავინ არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს და შეიძლება არ ვიცი რა იქნება. იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დასრულდება მშვიდობიანად ეს ყველაფერი. ნახოთ, აქედან გამომდინარე ინვესტორის ვალდებულება. იმიტომ არის ინვესტორი, პორტფელის მენეჯერი, რომ კონკრეტულ სიტუაციებში მოახდინოს ადაპტაცია და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები თუ რა შეცვალოს პორტფელში და რაზე გააკეთოს აქცენტი და რას მიექცევას დიდი ყურადღება. აი ეს მინდოდა ზუსტად თქვენთვის რომ მეთქვა, არსებობს კომპანიები, რომლებიც მჭიდროდ არიან კავშირში და საკმაოდ დიდ გავლენას და საკმაოდ ასე ვთქვათ, მთავრობისგან იღებენ ძალიან დიდ შემოსავალს დაფინანსებას, რომ უზრუნველყონ ზოგიერთი ეს პროცესები, საომარი პროცესები თუნდაც და სხვა მიმართულებით არიან დაკავშირებული ამ დღევანდელ მდგომარეობასთან. აი ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ინვესტორის ვალდებულებაა, რომ საკმაოდ უნდა იფიქროს და სხვებს კი არ უნდა უსმინოს, თვითონ უნდა ჰქონდეს თავისი აზრი, რა შეიძლება თუ ეს მოხდა, რა სტრატეგია ჯობია და რას უნდა მიექცევოს დიდი ყურადღება, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. მადლობა, კარგად ზამთრობთ.